რას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნებისაგან? ამ საკითხზე განმარტება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააკეთა. მას წარმომადგენელთა პალატაში მოსმენისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უსონმა ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა უწყობს ხელს საქართველოში. საპასუხოდ რუბიომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რა იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ტრაექტორის ცვლილებას დაინახავენ. ირანის მომხრე რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა. ამის გათვალისწინებით ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და თეირანისთვის სანქციების გვერდისავლას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობა უწყობს ხელს საქართველოს რესპუბლიკაში? მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლად ჩამოთვალეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოეთხოვებათ. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური გამოხმაურებები და ამიტომ ჩვენი იმედია, რომ შევძლებთ ტრაექტორის ცვლილების დანახვას საქართველოს შემთხვევაში, იმასთან შედარებით, სადაც ის დღეს იმყოფება. ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რაც ახლა წარმოადგენთ, ჩვენთვის მანამდე არსებულ პრობლემებს შეადგენს. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია, არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც. სახელმწიფო მდივნის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შესახებ ირაკლი კობახიძე ესაუბრა. მან თქვა, რომ ურთიერთობების გადასატვირთად სამართლიან მიდგომაზე დაბრუნებაა საჭირო. ჩვენ გვქონდა პირველი ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ვსადვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თავარი რის საფუძველზე შეიძლება გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება. თქვენ იცით, რომ რაც კი რამ გაფუძდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუძდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, რაც იყო გაფუძნებული უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე. სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, ქართული ხალხის ნებას. ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ედნიან პასუხს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი. 30 მარტს მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესების სფეროებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას. კობახიძის თქმით, რუბიოსთან განიხილეს პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როგორც ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობა. 25-28 მაისს საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია. შემაჯამებელ განცხადებაში დელეგაციამ აღნიშნა, რომ მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სათანადო პარტნიორად აქცევს.